Ministro, kalbatonebu da batonebu. Მოგესალმებით და გილოცავთ ახალი ბიატლონის ინფრასტრუქტურას ბაკურიანში. წარმატებული სპორტული ინფრასტრუქტურის კვალდაკვალ უკვე ზამთრის სახეობებზეც გადავინაცვლეთ. დილით მოვინახულეთ და გავხსენით ახალი ყინულის სასახლე, ყინულის არენა და დღეს უკვე თბილისში და დღეს უკვე საღამოს ვიმყოფებით ბაკურიანში ახალი ბიატლონის ტრასის გახსნაზე. ბატონ პრემიერ-მინისტრინდა ბატონ ირაკლი კობახიძეს თხოვ მიმართოთ საზოგადოებას. მადლობა ბატონ ირაკლი. მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. დასრულდა მზადება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ დილით მოვინახულეთ ახალი ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა თბილისში, ასევე როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში აშენდა ახალი ყინულის სასახლე და დღეს ჩვენ მოვინახულეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის ბიატლონის ტრასა, რომელიც მომზადდა ბაკურიანში, რომელიც უმასპინძლებს სხვა სახეობებთან ერთად ბუნებრივია ახალგაზრდულ ფესტივალს. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას, ამ მნიშვნელოვან ტურნირს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული წინ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. ჩვენ დღეს საუბრობთ იმაზე, რომ ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. რა თქმა უნდა, ეს ახალი ინფრასტრუქტურა მოგცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მივახციოთ უფრო მეტ წარმატებებს ამ სფეროში მომავალში. ასევე რა თქმა უნდა, ეს ახალი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში, ამასაც გქონდა დღეს საუბარი. მთლიანობაში დღეს მოვისმინეთ ანგარიში სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა სამზადისის კუთხით და ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე მომზადებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ სამუშაოების შესრულებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, ბატონ ლერის, ბატონ მამუკას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ სამუშაოებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მინისტრს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელიც ჩართული იყო არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის მომზადებაში და ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე. ყველას კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივი დღისთვის საფუძვლის მომზადებაში და ყველა ერთად, რა თქმა უნდა, 9 თებერვალს გავხსნით ოლიმპიურ ფესტივალს და უსურვებთ წარმატებებს ყველა სპორტსმენს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩვენს ქართველ სპორტსმენებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. დიახ. ნამდვილად ყინულის სასახლესთან ერთად კიდევ ერთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების სრული მოთხოვნების და სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა როგორც პროექტირება, ასევე სამშენებლო სამუშაოები. ძალიან მასშტაბური იყო აღნიშნული სამუშაოები მცირე დროში, თუმცა ყველაფერი იმ სტანდარტის შესაბამისად იქნა, რომლის მიხედვითაც უკვე ბიატლონის ახალი ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ოლიმპიურ ფესტივალს. 3.5 კილომეტრი არის მთლიანად სიგრძე მარშრუტის, რომელიც ხასიათდება ყველა იმ აუცილებელი ატრიბუტით, როგორც მარშრუტთან მიმართებაში, პარამეტრებთან მიმართებაში, სირთულესთან მიმართებაში. ძალიან ბევრი საინჟინრო სამუშაო იქნა განხორციელებული, მოეწყო სადრენაჟე არხები, აშენდა რეალურად ახალი ტრასა, რომელიც განათდა, ასევე აშენდა ერთი ხიდი, რომელიც სავალდებულო იყო იმისთვის, რომ სწორედ შესაბამისი სტანდარტის მარშრუტი და ტრასა მიგვეღო. მოეწყო გათოვლიანების ახალი სისტემა, რომლისთვისაც ასევე გამოყენებული იქნა უმაღლესი დონის იტალიური ტექნოლოგია, რაც ქმნის სრულ საშუალებას, რომ უკვე უმაღლესი რანგის შეჯიბრებებს უმასპინძლოს აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ. ვხედავთ ყველა
მთლიანად განათებული არის. აღსანიშნავია ის, რომ ბიატლონთან ერთად ასევე მოხდა შესაბამისი მარშრუტის შემუშავება და განხორციელება, რომელიც არა მხოლოდ ბიატლონის, არამედ თხილამურებით რბოლის შეჯიბრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ასევე ჩატარდება და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სივრცე აღემატება მხოლოდ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ეს არის არაჩვეულებრივი რეკრეაცია და ეს არის შესაძლებლობა, რომ ზაფხულის პერიოდში შესაბამისად იქნას დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, როგორც სპორტული, ისევე არასპორტული. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონო პრემიერო პირველ რიგში თქვენ დიდი მხარდაჭერისთვის, ბევრი გამოწვევა იყო, თუმცა მიუხედავად ამ გამოწვევისა, დღეს უკვე დასრულებულ ობიექტზე ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ოლიმპიურ კომიტეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, მართალია სპორტის სამინისტრო ცოტა ხნის წინათ, ასე ვთქვათ, ცალკე სამინისტროთ ჩამოყალიბდა, თუმცა ბატონი შალვა დღიდან პირველ მოადგილედ დანიშნვის აქტიურად იყო ჩართული და მადლობა მას ასევე. რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიას, ქართული კომპანია, რომელმაც ნამდვილად ღირსეულად გაართვა თავი, როგორც თქვი, მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტის დასრულებას და განხორციელებას. საზედამხედველო კომპანია, რა თქმა უნდა, თვითმმართველობა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, როგორც კურორტის მმართველი კომპანიის, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და მერის სახით, რა თქმა უნდა, პრემიერის რწმუნებული ბატონი ბესი კამირანაშვილი და რა თქმა უნდა, აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს. მთელ მის შემადგენლობას, მინისტრის მოადგილე კოვა კავუნიას, რა თქმა უნდა დავით ტაბიძეს, რა თქმა უნდა გიორგი ციბაძეს, გურამ გელაძეს და ყველა იმ თითოეულ ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო, როგორც ყინულის სასახლის, ასევე ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ყველა ძალიან დიდი მადლობა და ეხლა მინდა ბატონ შალვა გოგოლაძეს ვთხოვო, რომ მიმართოს საზოგადოებას. გთხოვთ ბატონ შალვა. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები სრულიად საქართველოს, განსაკუთრებულად ვეფერები ბაკურიანს და პირველ რიგში ულოცავ ბაკურიანს ისტორიის დაბრუნებით, იმიტომ რომ ისტორიულად ბაკურიანში ყოველთვის იყო ბიატლონის წასა და ეს განახლებული ახალი თანამედროვე მსოფლიო დონის ბიატლონის წასა, რომელიც პირველ რიგში უმასპინძლებს, რა თქმა უნდა, თებერვლის თვეში ოლიმპიადას, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ ტრასაზე ჩატარდება მრავალი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ეს ტრასა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ეს არის სასიხარულო, რომ მომავალში ბაკურიანი უმასპინძლებს არა მარტო ოლიმპიადას, არამედ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლის, იმისთვის, რომ შესაძლებლობა მისცა ქართულ სპორტს საქართველოს იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი, კარგი ინფრასტრუქტურა დაგვრჩეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებას გესურვებთ ყველას. დიდი მადლობა ბატონო შალვა. სარგებლობ შემთხვევით ბევრჯერ ნათქვამი არის, მაგრამ ძალიან ასე თქვა, დიდი გეგმები გვაქვს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ძალიან მჭიდროდ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ იმისათვის, რომ ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროგრამა დავიწყოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხარდაჭერა, ასევე ჩვენი სპორტის რეალურად თვისობრივად კიდევ უფრო სხვა დონეზე უფრო მეტი მასობრივი სპორტის განვითარების შესაძლებლობას მოგცემს. რა თქმა უნდა, გამორჩეული არის ბატონი ლერი ხაბელოვის როლი, როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, როგორც გულანთებული, ასე ვთქვათ, ქართველი დამსახურებული ვეტერანი, მრავალ ჯილდო, ასე ვთქვათ, მქონე მოპოვებული აქვს მას და მისი განწყობა განსხვავებულად, ასე ვთქვათ, ენერგიული იყო, რაც ჩვენ დიდ ენერგიას ვატევდა, ამიტომ ბატონ ლერის მინდა ვთხოვო, დღიდან ჩვენი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის დაწყებისა, აი ბოლომდე ასე ერთად მოვახერხეთ და ნამდვილად ეს ერთობლივი დიდი მიღწევა აქვს. გთხოვთ ბატონ ლერი. დიდი მადლობა, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ნამდვილად ოლიმპიური კომიტეტის ძალიან სასიამოვნო დღე არის. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ჯერ კიდევ ჩვენ ჩავატარეთ ახალგაზრდული ევროპის ფესტივალი ზაფხულის. ეს იყო ძალიან დიდი წარმატება იმ პერიოდში, იყო პირველი ღონისძიება, სადაც მივიღეთ 50 ქვეყნის წარმომადგენელი.
და დღეს უკვე ჩვენ ზამთრის სახეობას მასვინოთ ბაკურიანი, თბილისი, ბორჯომი, თბილისი, ბათუმი და ძალიან მნიშვნელოვანია აი სწორედ ზამთრის სახეობის განვითარებისთვის და მინდა აღნიშნო, რომ მეორე ქვეყანა ვიქნებით, ვინც ეს ორივე სახეობა მოახერხა ზაფხულის ჩატარება და ზამთრის. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ჩართული იყო და ყველა საკითხი თქვენ ისეთ რომ შეიქმნა საერთო რო იყვიან საერთო ერთობლივი მუშაობით, საერთო ხედვით შეიქმნა და მე მგონი ეს რაც გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ლამაზია და ყველა ობიექტი ძალიან რო იყვიან მაღალ დონეზე შესრულდა. დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის მინისტრს ძალიან მოკლე ვადებში სიმართლე გითხრათ, ცოტა ნერვიულობდი რომ რამე თუ ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს ამ მიმართულებით და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და საერთაშორისო სტუმრებმა ვინ ჩამოვიდა, სპეციალისტებმა, ყველამ თქვეს, რომ არის ძალიან მაღალი დონის ობიექტები. მიულოცავ ამ დიდ წარმატებას ჩვენ ქვეყანას და შემდგომში ჩაგვეტარებინოს უფრო მაღალი დონის ღონისძიებები, რა თქმა უნდა ეს არის ევროპული ღონისძიება, ეს არის ფესტივალი ახალგაზრდებისთვის და ჩაგვეტარებინოს სერიოზული ღონისძიებები. დიდი მადლობა ყველას და წარმატებები. დიდი მადლობა ბატონ ვალერი. ნამდვილად მეგობრებო, დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოვისმინეთ შტამბეშტავი ანგარიში, რომელიც წარმოგვიდგინა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონმა მამუკა ხაბარელმა. ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული, რომელსაც ჩვენ უკვე ფესტივალის გახსნიდან მისი მიმდინარეობის განმავლობაში ვნახავთ. უამრავი ასპექტია, ძალიან ბევრი დეტალი არის და აბსოლუტურად ყველა ამ საკითხზე არის იმდაგვარად ნაზრუნი, რომ ალბათ აღნიშნული ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება და რა თქმა უნდა უზარმაზარი წვლილი სწორედ ბატონი მამუკაზე და იმ დიდი გუნდის, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტის სახით ყველა ის უწყება, რომელიც ჩართული იყო. ნამდვილად დიდ მადლობას იმსახურებს და ნამდვილად ასია და მე მინდა ბატონ მამუკა ხაბარელს ვთხოვო მიმართოს საზოგადოებას. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს. სულ რამოდენიმე დღეში თბილისი, ბათუმი და ბაკურიანი სრულად აღივსება ოლიმპიური სულისკვეთებით. ჩვენ 45 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოგვივა საქართველოში და ჩვენ ამისთვის მზადა ვართ უკვე. თქვენ ხედავთ რა დონის საერთაშორისო სტანდარტის ბიატლონის ტრასის გახსნის ცერემონიალზე ვართ ახლა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გააგრძელებს იმ ტრადიციას, აღინიშნა უკვე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობა აღიზრდება ამ სპორტულ არენაზე. ასე რომ საორგანიზაციო კომიტეტი მზად არის ჩვენი ევროპელი სტუმრების დასახვედრად. მთელი ევროპა 10 დღის განმავლობაში იქნება საქართველოში და ჩვენ შევთავაზებთ უმაღლესი დონის ღონისძიებას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ძალიან მოკლე დროში შესრულებული სამუშაოსთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მუდმივ კომუნიკაციაში, რომ აი ეს შედეგი მიგვეღო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ისევ და ისევ, მეგობრებო, გილოცავთ ახალი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის მქონე ბიატლონის და cross country-ს ახალი ინფრასტრუქტურის გახსნას, თბილისის ახალი ყინულის სასახლის გახსნას და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით კიდევ ბევრი ახალი სპორტული ობიექტის გახსნაზე მიმდინარე წლის განმავლობაშიც კი. უღრმესი მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ. წარმატებები.